მითები და ლეგენდები საზოგადოებაში ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ. არსებობს ისტორიები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და მსოფლიოს გარშემო ვრცელდება. მსგავსი ლეგენდების პირველ წყარო ხშირად რეალური ისტორიებია, რომელიც ბევრ კულტურაზე და საზოგადოებაზე საინტერესო ამბავს გვიყვება. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა, რომლის წყაროს ძიებას არაერთმა მეცნიერმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა, დაკარგული ოქროს ქალაქის ელდორადოს ისტორიაა. პოპულარული მითის თანახმად, სადღაც სამხრეთ ამერიკაში არსებობდა ადგილობრივთა ქალაქი, რომელიც უზარმაზარი სიმდიდრის წყარო იყო და ფასეულ განძს ინახავდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული ქალაქი არავის უყოვია, არქეოლოგები და ისტორიის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ თავდაპირველი ლეგენდა რეალურ ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება. იმისთვის, რომ გავიგოთ, საიდან დაიწყო ოქროს ქალაქის მითი, წარსულში უნდა ვიმოგზაუროთ და მისი ლეგენდის ევოლუცია კარგად შევისწავლოთ. კაცი, რომელმაც ოქროს ქალაქი ნახა. ელდორადოს მითმა მასობრივი პოპულარობა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მოიპოვა, როცა ესპანელი მოგზაურის დიეგო დე ორდაზის ხომალდის კაპიტანმა ხუან მარტინეზმა სხვა მეზღვაურები და თავგადასავლების მაძიებლების სიკვდილის წინ თავისთან იხდა და გასაოცარი ისტორია მოუყვა. თუ როგორ იმოგზაურა ქალაქ მანუაში და როგორ იხილა ოქროს ქალაქი. ამბის მიხედვით მარტინეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, როცა მისმა მეგობრებმა და მეზღვაურებმა ის ჩუმად ნავით გააპარეს. ნავს დინების ბოლოს გვინელები შეხვდნენ. მათ მანამდე თეთრკანიანი ქრისტიანი ნანახი არ ყავდათ, ამიტომ თავისთან წამოიყვანეს. ყვებოდა მარტინეზი. ახალგაზრდა კაპიტანს ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ, სანამ თვალებახვეული ლეგენდარულ სიმდიდრით სავსე დასახლებაში მანუაში არ მიიყვანეს, სადაც მან იმპერატორი ინგა გაიცნო, რომლის სახლშიც 7 თვე გაატარა. რის შემდეგაც იმპერატორმა მარტინეს ქალაქის დატოვების უფლება დართო. ეს ისტორია მთელ ევროპაში გავრცელდა, რამაც უამრავ მეზღვაურს და მოგზაურს ამ ქალაქის ძიებისკენ უბიძგა. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელ რუკებზე ელდორადო მდინარე პარიმესთან მდებარე ქალაქად იყო აღნიშნული. მიუხედავად იმისა, რომ ის ვერავინ იპოვა მეტის, უშუალოდ პარიმეს ტბას არსაც ჩანდა, ამიტომ მე-18-19 საუკუნეებში ის რუკიდან გაქრა. მიუხედავად ამისა, ქალაქის ძიება არ შეჩერებულა. წმინდა გრაალის სამხრეთ ამერიკაში. ისიც აღსანიშნავია, რომ ელდორადოს ლეგენდა სინამდვილეში უფრო ძველია. ხუან როდრიგეს ფრეილე ესპანეთის ამერიკული კოლონიების ისტორიკოსი იყო, რომელიც ადგილობრივებზე და მათ ტრადიციებზე ვრცლად წერდა. 1628 წლის მონოგრაფში ის წერს გუატაუიტას ტბაზე, რომელსაც ადგილობრივები რიტუალებისთვის იყენებდნენ და რომელიც ოქროს მტვრით იყო დაფარული. როგორც ჩანს, ფრეილე უცნაურ სანახაობას შეესწრო. ახალი მმართველის დანიშვნისას სპეციალური ცერემონია ეწყობა. მმართველი პირველ რიგში გუატაუიტას ტბასთან უნდა მივიდეს და ღმერთს მსხვერპლი შესწიროს. ახლა დანიშნული ბელადი გააშიშვლეს, სხეულზე ტალახი წაუსვეს და შემდგომ ოქროს მტვრით შეღებეს. ის ტიბზე დააყენეს, ფეხებზე კი ოქროს ნაჭრები და ძვირფასი ქვები დაამაგრეს. ტიბი ტბის ცენტრისკენ გაიმართა, საიდანაც საგანძური ტბაში ჩაყარეს. მსგავს ისტორიას ისტორიკოსი გონსალო ფერნანდეს დე ოვიედოც 1458-1547 წლებში ყვება, რომ ბელადს ოქრო ისე მოაყარეს, თითქოს მარილი ყოფილიყოს. ყველა ეს ისტორია მუისკას ტომს ეხება, რომელიც ადგილობრივ მდინარეებიდან და წიაღებიდან უამრავ ოქროს მოიპოვებდა და მას მეტწილად რიტუალებისთვის იყენებდა. მუისკას ტომი და სხვა მცირე დასახლებები ესპანელი მოგზაურებისთვის მეტად საინტერესო იყო. ოქროს მაძებარმა კონკისტატორებმა ოქროს ძიების პროცესში უამრავი სოფელი გაანადგურეს. ელდორადოს მითის პირველ წყარო, გუატაუიტას ტბა, კონკისტატორებმა 1527 წელს აღმოაჩინეს. გონსალო ჯიმენეს დე კუასადას ბრძანებით, მისმა ქვეშევრდომებმა ტბის დაცლა დაიწყეს. ასობით ადამიანი ტბას ვედრობით მიადგა. რა გასაკვირია და მათი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. გუატაუიტას ტბის დაცლის მცდელობის პარალელურად, ბევრი კონკისტატორი ისევ ტბა პარიმეს ძიებაში იყო, სადაც ლეგენდის თანახმად ოქროს ქალაქი ელდორადო მდებარეობდა. ცხადია, ისე უშედეგოდ, თუმცა ელდორადოს აქტიური ძიება მე-19 საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. ძიება მე-20 საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნეში არქეოლოგები და მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ ელდორადოს ისტორია მხოლოდ მითია, ბევრი მკვლევარი ოქროს ქალაქის არსებობის იდეას მაინც ვერ შეელია. 1987-1988 წლებში ლონდონის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ექსპედიცია სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. ისტორიკოსი ჯონ ჰემინგი დარწმუნებული იყო, რომ ქალაქი მანუა, სადაც ლეგენდის თანახმად ხუან მარტინეზმა რამდენიმე თვე გაატარა, მართლაც არსებობდა.
ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა. მისი წევრი ისტორიული არტეფაქტების მოპარვაში დაადანაშაულეს. ჯონ ჰემინგის ეჭვი, რომ ელდორადო მართლაც არსებობდა, ნაწილობრივ თანამედროვე კვლევებით იყო გამყარებული. 1690 წელს მიწისძვრის გამო ტბის ფსკერზე ბზარი გაჩნდა, რამაც წყლის თანმიმდევრული გადინება გამოიწვია. კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ ტბა მე-19 საუკუნის დასაწყისში მთლიანად დაშრა. დამშრალი ტბის გარშემო უამრავი პიქტოგრაფებია, რომლებიც რიტუალებს აღწერს. მიმდებარე ტერიტორიის მდინარეებში და ნაკადულებში მეცნიერებს და მოყვარულ არქეოლოგებს არაერთი უძველესი ოქროს არტეფაქტი უპოვიათ. რატომ ეძებენ ელდორადოს? ამერიკის კონტინენტის აღმოჩენამ ევროპელ მოგზაურებში ახალი სულისკვეთება გააჩინა. ადრეულ მოგზაურებს ცნობის მოყვარეობა და ერთგვარი ეგზოტიციზმი ამოძრავებდათ. ამერიკის აბორიგენული კულტურა ევროპულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რაც მთავარია. ბევრი ამერიკელი ტომისთვის ოქროს და სხვა ძვირფას ქვებს ევროპული კულტურისგან განსხვავებით დატვირთვა ჰქონდა. ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი კონკისტატორები უშედ სიმდიდრეს ეძებდნენ და ხშირად იმაზე მეც პოულობდნენ, ვიდრე სჭირდებოდათ. ამიტომ ოქროს ქალაქის ან ფარული ცივილიზაციის მაძიბრებს მხოლოდ მატერიალისტური მიზნები არ ამოძრავებდათ. ელდორადოს მითი მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ისტორიად დაიწყო, მალე დიდების ან ბედნიერების ძიების სიმბოლოდ იქცა. ის ნელ-ნელა ახალგაზრდობის შადრევნის შანგრილას ლეგენდას დაემსგავსა. ამით ეს ვიდეო დასრულდა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დაწეროთ თქვენი აზრი კომენტარებში თუ რას ფიქრობთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ასევე დაწერთ კომენტარებში ის თუ რა გადავიღო შემდეგი.